საღამო მშვიდობის ეს გადაცემა სპეციალური რეპორტაჟია, მე მისი წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი ვარ. 2012 წლის პირველი სპეციალური რეპორტაჟი სტუმრის და მისი ოჯახის ცხოვრება მუდმივად საზოგადოების ინტერესის საგანია. როგორც თვითონ ამბობს, ის არაფრით განსხვავდება სხვა ქალბატონებისგან, თუმცა მაინც მისი ცხოვრება ერთი რამით არის გამორჩეული. ის საქართველოს პირველი ლედია. სპეციალურ რეპორტაჟში ნახავთ პირველი ლედის ცხოვრების ოფიციალურ და არაოფიციალურ მხარეებს. საქმიანი ნაწილის გარდა დღეს გადაცემაში თქვენ გაიცნობთ და ნახავთ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც სანდრა რულოვსმა შეცვალა. ისევე როგორც სხვა ქვეყნის პირველ ქალბატონებს, სანდრა რულოვსაც აქვს თავისი პრიორიტეტული საქმიანობა. ეს სამედიცინო სფეროა, თუმცა სხვა პირველი ქალბატონებისგან განსხვავებით საქართველოს პირველმა ლედიმ ექთნის კურსები გაიარა და ახლა კვალიფიციური მედდაა. სპეციალურ რეპორტაჟთან ერთად დაესწრებით პირველი ლედის მორიგეობას სამშობიარო კლინიკაში და ჩვენთან ერთად ნახავთ ახალი სიცოცხლის გადარჩენის ექსკლუზიურ კადრებს. საქველმოქმედო ფონდი სოკო, შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის. საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციის პრეზიდენტი. ალიანსი იშვიათი დაავადებებისათვის ევროპაში ათასლეულის განვითარების მიზნებისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი. უსაფრთხო მგზავრობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ასეთია პირველი ლედის ყოველდღიური საქმიანობის ზოგადი ჩამონათვალი, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, ისე კი ეს მცირე ჩამონათვალია. სპეციალური რეპორტაჟი დღეს თქვენ ექსკლუზიურად გიჩვენებთ სანდრა რულოვსის ყოველდღიურ ცხოვრებას. იმას, რაც შესაძლოა გსმენიათ, თუმცა დღემდე არ გინახავთ. გაიგებთ იმასაც, რაც დღემდე არ გსმენიათ. ექსკლუზიური სპეციალური რეპორტაჟი პირველი ლედი დღეს იმედზე. ალბათ ყველას მოусმენია პირველი ლედის მიერ შესრულებული მეგრული სიმღერა. ექსკლუზიურად სპეციალურ რეპორტაჟში ნახავთ, როგორია სიმღერაზე მუშაობის პროცესი. რას ბღერის პატარა ნიკოლოსთან ერთად სანდრა რულოვსი და რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში მუსიკას. გაიცნობთ პირველი ლედის ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს პატარა ნიკოლოს და ყველაზე ხანდაზმულს პრეზიდენტის დიდი ბების და ქეთუ აბაშიძეს. მხოლოდ სპეციალურ რეპორტაჟში პირველი ლედის რადიო გადაცემის სამყარის ამპლუაში. კლასიკური მუსიკის პირველი რადიო მუზა სანდრა რულოვსის დაფუძნებულია, სადაც 4 საათიან გადაცემას ის თავად უძღვება. სპეციალური რეპორტაჟის ექსკლუზივი. პირველი ლედის ოჯახური ცხოვრება. როგორია ერთი ჩვეულებრივი დილა პირველი ლედის ოჯახში. ნახავთ და გაიგებთ, რას ფიქრობს სანდრა რულოვსი შვილების მომავალზე. როგორ ატარებს თავისუფალ დროს და სად გრძნობს თავს ყველაზე თავისუფლად. პირველად სპეციალურ რეპორტაჟში მოისმენთ პასუხებს შეკითხვებზე, რომლებიც სატელევიზიო ეთერით ჯერ არ გაჟღერებულა. და დღევანდელი გადაცემის კიდევ ერთი ექსკლუზივი. სააკაშვილების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ნიკოლოს სააკაშვილი. უნდა დავიბრუნოთ, გავაკეთოთ. მაშასე ეს სპეციალური რეპორტაჟია და დღეს ჩვენ საქართველოს პირველი ლედის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გიამბობთ. ნაწილი პირველი. შუბათ, როგორ ხარ? ახალი წლის მერე ჯერ არ ნახავ. პირველი ლედის დღე საკმაოდ დატვირთულია. დილა ბალნეოლოგიურ კლინიკაში თანაშემწეებთან შეხვედრით იწყება. და ხო ხელს მოვაცერდა. ახლა დეტალები სუსტდება. წლის ყველაზე იშვიათ დროს 29 თებერვალს იშვიათი დაავადებების დღე უნდა აღნიშნონ. ეს სფერო კი სანდრა რულოვსისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამისთვის მე სხვათა შორის მაგალითი ავიღე გერმანიის მაშინდელი პირველი ლედისგან. ეს არის ევა ლუიზა კოლერი. სადღაც 5 წლის წინ შეხვდი ბულგარეთში და რუმინეთში, სადაც ის ხსნიდა ასეთი საინფორმაციო ცენტრები. რუმინელებისთვის და ბულგარელებისთვის და დავინტერესდი, რომ რას მოიცავს ეს იშვიათი დაავადებები, რატო არის ეს ცალკე თემა და მე უკვე დავინტერესდი საქართველოში როგორ გვაქვს ეს საქმე და მე აღმოჩნდა, რომ მარტო რამდენიმე 3-4 დაავადების ირგვლივ არის ოდნავ რაღაცა ორგანიზებული შეგრებები, მაგრამ დანარჩენი არა და რამდენი არის იშვიათი დაავადებები? 6,000. Very nice to meet you.
პირველი ლედის ოფისი შეხვედრა სანდრა რულოვსის კაბინეტში, ტუბერკულოზის პრევენცია და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების პროექტები. პირველი ლედი ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის URC-ის ვიცე-პრეზიდენტს და დელეგაციას ხვდება. ასე თქვა, ქველმოქმედებას ვეძები საქართველოში ძალიან შეიცვალა ეს სოციალური პასუხისგებლობა, რაც არსებობს საერთოდ კორპორაციებში, ეს საქართველოშიც დაინერგა და ძალიან მიხარია. კიბო მეოთხე სტადია მაქვს. მე ბოლო მივედი ფონდში, დავწერე განცხადება და ერთი კვირის მანძილზე უკვე ვიყო პასუხი დადებითი და დამაფინანსეს და დამეხმარება. თვითონ დამირეკა და მითხრა რომ აი მაინტერესებს ვინ არის შენი ექიმები როგორ გექცევიან ნუ ყველაფერი აი იცით როგორ მე მაგან ისე მელაპარაკა თითქოს აი დიდი ხნის მეგობარია ჩემი ბევრი ცენტრია უკვე რა თქმა უნდა თბილისში ერთი ცენტრი დავიწყე მე მეორე დაემატა მე მეოთხე ეხლა უკვე ყველა რეგიონში არის ცენტრები, აი სადაც დიდი მოცულობა იქ შეიძლება 50 ქალი დღეში მოაკითხოს, ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრია, უკვე 2000-მდე არის თვეში და ასე თუ გაამრავლებ ბევრ ცენტრზე 1000-ობით ქალი გაივლის ამ გამოკვლევას და მართლა ძალიან კარგია, რომ ეს არის უფასო ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის 2009 წლის აგვისტოს თვეში სკრინინგ ცენტრში ჩავიტარე გამოკვლევა. დამიდგინდა დიაგნოზი სარძევე ჯირკვლის კარცონემა. გავიკეთე ოპერაცია, ქიმიო და სხიური თერაპია ჩავიტარე ამავე დროს. სკრინინგ ცენტრიდან ამ ხნის განმავლობაში სულ მიკავშირდებოდნენ, რომ არა სკრინინგ ცენტრი ნამდვილად ჩემი მდგომარეობით და ჩემი შესაძლებლობებით მე ამ დაავადებას ვერ მოვერეოდი, იმიტომ რომ ეს ფინანსურად ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენ სკრინინგ ცენტრში ამ დაავადების მქონე ქალბატონებმა ჩამოვაყალიბეთ გამარჯვებულ ქალთა კლუბი და დღესდღეობით ამ გამარჯვებულ ქალთა კლუბში გაწევრიანებული არის 200 ქალბატონი. ყოველწლიურად ტარდება ქალბატონი სანდრას ფონდის მიერ ჩამოყალიბებული, ესე იგი, სიცოცხლის მარათონი, რომელიც მიმართულია ამ დაავადების მქონე ქალების დასახმარებლად და თითოეული ჩვენთაგანისათვის იქ მონაწილეობა არის სტიმულის მომცემი. ერთჯერადი დახმარება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ რჩება მარტო ყურადღება, კი? და არის ასეთი ბენეფიციარები, ან ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით მაინც ახალგაზრდებში, სადაც მე ვგრძნობ, რომ აი მინდა მაინტერესებს აი ეს როგორ განვითარდება, აი მაგალითად აი თემური რო არის დღეს ჩამოდის თბილისში სხვათა შორის გამოკვლევაზე თერჯოლიდან არის ასეთი ბიჭი ავარიაში მოხდა, ნუ 20-21 წლის არის და ნუ ასეთი დავიჭირე ამ ბიჭში, ასეთი ბრძოლის უნარი და ასეთი მონდომება და იმედი, რომ მეთქი აი რაც ჩემგან არის დამოკიდებული, მინდა გზაზე დაგახედო. ყავი სულ უიმედოთ. შემდეგ დედა მიწერა ქალბატონ სანდრას წერილობით თხოვა რომ დამხმარებოდა საზღვარგარეთ რეაბილიტაციის გასავლელად და უბრალოდ არც მეგონა თუ ოდესმე ჩემს თავს მოხდებოდა სასწაული და ქალბატონი სანდრა გამოჩნდებოდა ჩემს ოჯახში. დედამ რაც წერილობით თხოვა ქალბატონ სანდრას აი იმაზე გაცილებით მეც მიკეთებს. შეიძლება ხანდახან გვიანი იყოს და ეს არის ყველაზე მტკივნეული, მაგრამ მე მაინც ვრეკავ, იცით? მაინც ვრეკავთ, ნუ როგორ ხართ, რა შვებით, რითი დაგეხმაროთ ან ვიზიარებთ და ეს ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემ ძმას აღმოჩნდა ლეიკემია. ქალბატონი სანდრას უდიდესი ძალისხმევით მოხდა ჩემი ძმის იტალიაში სამკურნალოდ გაგზავნა დედასთან ერთად. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, საზამ ვერ შეძლო დაეძლია მკურნებელი სენისათვის.
უკვე მზრუნველობა ქალბატონმა სანდრამ ზაზას შემდეგ ჩემზე გააგრძელა. მიხდის სწავლის მეხმარება სწავლის დაფინანსებაში, ჩუქნის ყოველთვის საჭირო სამედიცინო ლიტერატურას, მეხმარება ასევე სტიპენდიით, სახაცლოთ, ანუ სადღესასწაულო დღეებში მიგზავნის საჩუქრებს. ეს აბას თუმანია, ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო. ტუბერკულოზის პრევენციის თემით აქტიურად დაინტერესებული პირველი ლედი არც დაავადებულებთან შეხვედრას ერიდება. ხუდუშაურის სახელობის კლინიკა თეთრი ხალათი და პირველი ლედისთვის უჩვეულო ამპლუა, მედი და საქმიანობა, რომელიც სანდრა რულოვს ყველაზე მეტად უყვარს. მოგზანდებით. უნდა გაგიგეთო პატარა ნემსი, ხო იცი, თქვენ თვითონ თხოვე, ხო? თუ რო გთქვა. შეიძლება? მოგზანდებით. როგორ არის პატარა? ძალიან მიხარია, რა ქვია? ვაშა გიორგი. ნო? როდესაც მოიცლის, რა თქმა უნდა, დაკავებული ქალბატონია და ყოველთვის დადის ჩვენთან ბრიგადაში სამორიგეოდ. და არის ძალიან მოწესრიგებული და პასუხისმგებელი პირი. ძალიან თბილი, ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს ყოველთვის ორსულებთან და მშობიარებთან. აკეთებს შემოვლებს, ერთად დავდივართ შემოვლებზე. რა თქმა უნდა, გვეხმარება მცირე манипуляციებზეც კი, როგორც არის ნემსის გაკეთება, წნევის გაზომა, სიცხის გაზომა და აგრეთვე შეძლების დაგვარად გვეხმარება ოპერაციაზე. ძალიან შესანიშნავი ადამიანია ქალბატონი სანდრა. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაყივართ და ბედნიერი ვართ, რომ ჩვენთან დადის და ჩვენთან მორიგეობს. პაციენტებსაც ალბათ უხარიათ ძალიან უხარია და მშობიარებსაც ძალიან უყვარდა, როდესაც იგებენ რომ ქალბატონი სანდრა ორმაგად მეტი სიხარული აქვს, რა თქმა უნდა. ოპერაციოდან მოვედი და ვიხარი ზუსტად აი ამ ქუჩი, ნიღაბში და გამოვედი, ვეძებდი იმ ქალის მეუღლეს და ამოვდი ხათუნას მეუღლე რომელია თან შუაღამეა. კაცის ის სადღაც გამზე და ასია და მეთქი თქვენ ახლა ხათუნას მეუღლე დიახ და ადგარა. მეთქი ხო გილოცავ დაიბადა ჰარმახს გოგო იხდო ბიჭი. დაიბადა გოგო 3 კილო გილოცავთ ხოლმე კაი 50 სანტიმეტრი. უი რა კარგია. ამოიღო ჯიბიდან საფულე მაცლას 50 ლარი. 50 ლარი მეთქი. არა რა სამოფრა. დაგჭირდება მე არ მინდა. ვერ გიცნოთ ანუ თავიდან არეულობ და მე გავიარე დერიფანში. და მეძებდა მეორე ექტანი. თქვა რომ სად წავიდა სანდრა, რაღაც მისი ხმა მესმოდა, ლაპარაკობდა ხმა მაღლა და სად წავიდა? ვინო სანდრა. აი რა მივიდა ნაცეთი. და მე იყო ექტანთა დღე, სარი 12 მაისი. და აქ ხუდუშაურში იყო სხვადასხვა ექტნის დაჯილდოება, რომ ვინ არის ყველაზე
ოჯახი ვინ არის ყველაზე ეჭედი, ვინ არის ყველაზე სტრაფი, რა ვიცი და მე ვიხავი საუკეთესო მახარებელი. დღემდე მაგ შენახული და ქონდათ დიდი 50 ლარიანი გაკეთებული რაში. დავეჭდილი ან დავეჭდილი ფორმაში. ახალდაბადებული მარიამი პირველი ლედის პირად ჩანაწერებში მოხვდება. სანდრა რულოვსი ყველა იმ ახალშობილის მონაცემებს აგროვებს, ვის დაბადებასაც ესწრება. ის რომ სანდრა რულოვს ქართული სიმღერა უყვარს და თავადაც კარგად მღერის, ეს საზოგადოებისათვის ახალი არ არის. თუმცა დღეს იმედის მაყურებელი პირველად მოისმენს პირველი ლედის ოჯახის ყველაზე პატარა წევრის, ნიკოლოზ სააკაშვილის სიმღერას. დღეს სპეციალურ რეპორტაჟში ექსკლუზიურად დედა-შვილის ერთობლივი სიმღერა. დღესვე საზოგადოება პირველად ნახავს პირველი ლედის ოჯახის ყველაზე დიდ წევრს, პრეზიდენტის დიდ ბებიას. ქეთუ აბაშიძე შვილიშვილს პრეზიდენტის სასახლეში ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა კი დიდი ბებიის და თბილისის ქუჩებში გაასეირნა. სპეციალური რეპორტაჟი პირველი ლედი. ნაწილი მეორე. ეს კიდე აქ დავკიდოთ. ეს ახლა მოდის ანანიშვილის. და ეს კიდე დისკები რა ვიცი, ეს არ არის სულთა კლასიკური, მაგრამ იქნებ ვინმეს მოეწყოს. იქნებ ვინმე გამოიყენოს. ხო, ესე იგი ვიცი ახლა. დილამშვიდობისა რადიო მსმენელებო, თქვენ ხართ მუზას ეთერში, გადის განაცემას მუზა. რადიო მიკროფონთან პირველი ლედია. სანდრას მუზა. რადიო მუზას ეთერში კვირაში ერთხელ პირველი ლედის საავტორო გადაცემა გადის. ვიწყებ დღევანდელ გადაცემას ბოკერინით. ბოკერინი დაიბადა იტალიაში, ტოსკანაში 1740. ეს არის ადგილი, სადაც პირველი ლედი ისვენებს, ფიქრობს მხოლოდ კლასიკურ მუსიკაზე და მიყავს გადაცემა რადიოს ეთერში, რომელიც 5 წლის წინ მისი ინიციატივით დაარსდა და რომელიც შვილივით უყვარს. ეს არის ჩემთვის მართლა დასვენება. იმიტომ რომ ამ გადაცემის დროს სრულიად ვარ ჩართული ამ კლასიკურ მუსიკაში, მის განწყობაში. მუზა, რომელიც არის მართლა რაღაცნაირად ჩემი შვილი, უკვე 5 წლის ხდება, ეს იქნება ივლისში და ვამახობ საკმაოდ, შეიძლება თქვა, იმ გუნდით, ვინც მუზაში მუშაობს. მოგასმენინებთ მის მესას, ასე თქვათ. არა მარტო რადიო არის ჩემი მმართველობა კლასიკურ მუსიკაში, არამედ ვეხმარები გუნდებს, ვეხმარები ანსამბლებს, სტიპენდიებიც გვაქვს. ჩასაბერი ინსტრუმენტების შემსრულებლებისთვის, ასევე ვუშვებთ ხანდახან მასწავლებლებს, რომ მასტერკლასები ჩატარონ, ან დავპატიჟოთ უცხოეთიდან ადამიანები, ვინც ჩვენ სტუდენტებს ასწავლიან. რადიოში არ სრულდება. პირველი ლედი თავისუფალ დროს ერქომაიშვილების ოჯახს სტუმრობს. ამ ბოლო დროს ხშირად უმცროსი შვილი ნიკოლოზის დახვევა. დავდიოდით ხოლმე ამ ჟურნალისტთან, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები არიან. ჩემი დედამთილის მეგობრებიც არიან და ნიკუშას იქ ძალიან უყვარს ყოფნა და გზნობს სიყვარული ანზორისგან, ლალისგან, იმ სამხაროსგან, უსმენს მუსიკას, კონცერტებზეც მიმხავს ხოლმე, გინდა რუსთავის, გინდა სხვა ანსამბლების და ხშირად აქაც მუსიკა ჟღერს, ხა ხო უყურებთ. კი, საკმაოდ დიდარი კოლექცია თქვენს. კი და თვითონ თქვა, იცით, მე როცა ედუჩაც ხომ ეცადინობს ქვემოთ ბიბლიოთეკაში. ფორტეპიანოზე კვირაში ერთხელ თუნდაც, მაგრამ მაინც რო არ დავიწყდეს და უყვარს. ნიკუშაც ხო усმენს, როცა ვარჯიშ მეცადინეობს და ერთხელ ვკითხე, რომ შენ ხო არ გინდა რომ დაიწყო მალე, ხო? ფორტეპიანოზე უკვე 6 წლის ახარ. მე ანზორმა უნდა მასწავლოს მუსიკა, სიმღერა მინდა და ერთი კვირა არ გასულა და უკვე ანზორთან ზივარ და სწავლობს თავისი პირველი მრავალჟამიერი და ძალიან მიხარია.
არ ვერ ნუ თამაშობ. ნუ თამაშობ. ნიგუშა ცოტა ხანია, სულ ცოტა ხანია რაც დადის ჩვენთან და რაც თავარია უყვარს სიმღერა ძალიან და კარგი სმენა აქვს შვენიერი. მე ძალიან მახარებს რომ ბავშვს უყვარს სიმღერა. ჩემი დევიზია მოგეხსენებათ თუ გინდა სიმღერაში ინახო იგი ბავშვებს უნდა ასწავლოთ და ვფიქრობ ნიკუშას აი ეს სიყვარული სიმღერისადმი თუ გაყვება შენვირად იმღერებს შენვირად რეპერტუარს თქვენ თვითონ ურჩევთ თუ როგორ ხდება? კი, ბავშვებისთვის უფრო მისაღები რეპერტუარი რაც არის, ძირითადად აი პატრიოტული სიმღერები ახარებს ეს ბავშვებს. თუ ვაჟკაცურად არ იმღერე, ესე არ გამოაქვს სიმღერა. ქართველო, ხელი ხმალსი კარდი. აბა როგორ უნდა იმღერო და რატო უნდა იმღერო, მითხარი? რატო? რატო? მაი რატო? რატო? ხო. სად უნდა შეხვიდე? ქართველო, ხელი ხმალსი კარდი. სად უნდა იმღერო ეს სიმღერა? სად არა, აფხაზეთში. აფხაზეთში. აი როცა შეხვალ აფხაზეთში, ხო? ვაჟკაცურად დასჭიქო უნდა რა? ხო? აბა იმღერო. შეიძლება მოხალე. კონი მოგეცე. მამალა აბა? ქალბატონ სანდრას რაც შეეხება ეს სხვა ფენომენია მე უცხოელებთან ბევრთან მიმუშავე მაგრამ ასეთი ნიჭიერი ქალი იშვიათად მინახავს ჯერ ერთი ნახეთ როგორ ლაპარაკობს ქართულად როგორ ისწავლა ქართული არა მარტო ქართული დიალექტებში სწავლობს მეგრულს სვანურს ეხლა მეგრული სიმღერები იმდენად კარგად შეითვისა და ისწავლა რომ რამდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ თუ არ ვცდები, ხობის საერთაშორისო ფესტივალზე ზურაბ სოტკილავასთან და რუსთავთან ერთად იმღერა მეგრული სიმღერები და განაცვიფრა ყველა. ეხლა თუ ქალბატონ სანდრას ჩანაწერებს მოусმენთ რუსთავთან ერთად, ჩაწერილები აქვს, დისკი აქვს გამოშვებული, დამერწმუნება ვისაც ეს მოусმენია, რომ იგი ძალიან ნიჭიერი ქალბატონია. სიმღერაში. ძალიან მოუხდა, დიახ, მე როგორც აი ლაპარაკი შეითვისა ქართული, ხომ? კარგად, ასევე სიმღერაში ჩაწვდა, ის სიღრმეში ჩაწვდა, იცით და მაგის ნამღერი სიმღერა გულს ხვდება. იმიტომ რომ თვითონ ჩაწვდა ეს სულიერება სიმღერის, ქართული სიმღერის და მე ვფიქრობ, რომ იგი ერთ-ერთი უნიჭიერესი ქალბატონია და თანაც დიდი სიყვარულით მღერის. ქართულ სიმღერას დიდი სიყვარულით მღერის და მას მნიშვნელობა აქვს. აი ახლაც ჩვენთან ერთად სწავლობს რამდენიმე სიმღერას და ფიქრობთ, რომ კიდევ ჩაწერს ამ სიმღერებს და ალბათ იქნება არა მარტო უცხოელებისთვის საინტერესო, ქართველებისთვისაც, რომ როგორ მღერის უცხოელი ქართულ სიმღერას. სიმღერა ნამდვილად ჩემთვის არის პოლიფონია, მithumetes ეს არის რაღაც აი თუნდაც წინაპრებთან დიალოგი, ეს არის დროს გაჩერება. სანდრა რულოვსი ოჯახის ყველაზე უხუცესი წევრისთვისაც იცვლის. ეს 94 წლის ქეთო აბაშიძეა, პრეზიდენტის დიდი ბებიის და სასახლეში სტუმრად პირველად მიდის. 3 წელი არ გამოსულა. ჩვენ დაგენაცვლე. ჩვენ დავიდეთ, დაგეთვალიერებიეთ ახალ პლეხანას. ჰიბრიდი მანქანა. ეს არა, ეს არის სრულიად ელექტრონული. მართლა. კეთდი, ნახე. აი პირველად ვატარებთ საქართველოში. ეს არის თრიალად ელექტრონული მანქანა, ბენზინი საერთოდ არ არის. ბენზინის გარეშე. აი პირდაპირ, აი დენიდან ტენიდან.
ეს არის საერთოდ ახალი რაღაცა. მე დარწმუნებული ვარ, 10 წელიწადში მანქანების უმეტესობა ასეთი იქნება. რიყის პარკი ნახეთ, ქეთ. რიყის პარკი დავათვალიერე ზემოდან. მან ადრე რა იყო? მან იყო პატარა წარმოებები, მიშა. რის წარმოება იყო? მე ქიმიური წარმოებები იყო, ლიმონის მჟავის და ღვინის მჟავის წარმოებები. სათიხო თეატრი, კინოთეატრი, აპოლო აიგერ არის წინ. ყველაზე კარგი კინოთეატრი. ეს პირველი კინოთეატრი იყო თბილისში. აი ხა აღდგა. გადიოდი მან? კი. ყველა გადიოდა. ხშირად რა გამოგიყვა? ქალბატონო ქეთო, თქვენ რაღაც დიდი ხანია არ დაგითვალიერებიათ ხო ქალაქი როგორც გითხეს, არ ძალიან დიდი ხანია ვერ გამოვდივარ მე სახლიდან, იცი? იმიტომ რომ ფეხები მიტკივა და აი დღევანდელი შთაბეჭდილებები როგორი არის? ძალიან დიდი. ნუ ეს ქალაქი არის შესული, სრულებით საკეთილდღეოდ. სულ ყველაფერი არის კარგი. ღმერთმა ასეთი სიკეთე ნუ მოუშალოს. მარტო თბილისში კი არა, საქართველოს. ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვამზადებთ ქალბატონ სანდრაზე. მის პორტრეტს ვამზადებთ. პირველად რო ჩამოვიდა სანდრა, დედამისი და უფროსი ბიჭი მოვიდნენ ჩემთან ოჯახში. მე არ ვიცნობდი. ისიც და რომ მითხრეს რომ მიშას მეუღლე ეს ჩემთვის იყო ხსნაო რო იტყია. მის მერე ვართ ახლობლები ძალიან ერთმანეთი, ძალიან ახლობლები. სიყვარული და სიამოვნების მეტი არაფერი. გადაცემის ამ ნაწილში თქვენ ნახავთ კადრებს, რომელიც დღემდე არავის უნახავს. როგორია პირველი ლედის დილა სამზარეულოში და რაზე საუბრობენ პრეზიდენტის შვილები მამასთან. ნახავთ და გაიგებთ, რას ფიქრობს სანდრა რულოვსი ვაჟების მომავალზე, სად გრძნობს თავს ყველაზე თავისუფლად და როგორ ატარებს თავისუფალ დროს. მოისმენთ პასუხებს შეკითხვებზე, რომელიც სატელევიზიო ეთერში დღემდე არ მოგისმენიათ. პირველი ლედის ოჯახის დილა, სანდრა რულოვსი და სამი სააკაშვილი, მიხეილი, ედვარდი და ნიკოლოზი სამზარეულოში და ყველაზე პატარა ჯარისკაცი, ნიკოლოზ სააკაშვილი. სპეციალური რეპორტაჟი პირველი ლედი, ნაწილი მესამე. ასეთია ერთი ჩვეულებრივი დილა პრეზიდენტის ოჯახში. როგორ ბრძანდებით? ძალიან სასიამოვნო ვარ თქვენ გაგზით. ბოდიში ასეთი ლასტო. ეს დილის ტრადიცია, რა გინდა? კი, ეს უყვარს ხოლმე. მე ბოლოებში მე მაგიტებინებს, იმიტომ რომ ხელი ეხლა სიკვდილის სენში უნდა ხალხში სოციალური არის უკვე. თუ ჩავხრო სერიოზულია ჯერ აკვირდება სიტუაციას, თუ მე ჩაერთვება. იქ შესულ როლებში შედის, ხან ექიმია, ხან რაინდია, ხან სპაიდერმენია, ხან ჯარისკაცია, სულ გმირობა უნდა. ეს უნდა დავიბრუნოთ, გავაკეთოთ. შენების ფორმა სადაა ჩამოიჭრა. იქ ვიცი სადაც დევს. ეს სამხედრო, ეს პატრულის. ყველა სტრუქტურის ფორმა აქვს აბსოლუტურად. ეგ ჩოხარი. საგზაოსის. ეს ჩოხა. ეს ჩოხა. ქართული ჩოხაც გაქვს, ხო? ქართული ჩოხა აქვს. შენების არის ხოლმე ძირითადად თქვენი დილის თავს მიასწრეთ. ხო, ჯანჯალობის ძალიან კარგი. და შაბათ-კვირა შეიძლება კრუასანებით მივაყოლოთ. ეთი ჯემით ან ნუტელით.
თქვენც ეხმარებით ხოლმე რა დამიხე. არა, უბრალოდ როცა შეემეცდებით. მარია, ძალიან მარია, ედუც. საწახვედი, მოდი ახლა. ძვენი. ედუც საპ. მოდი. საპ ჩარობს. რომელსაც შეთავ. როგორი უნდა იყოს თქვენი შვილების მომავალი? იყოს და ნებისმიერი ჩვენი, აი, ახალგაზრდის მომავალი. შვილების მართლა ისეთი მომავალი მინდა რაც ყველა დანარჩენს და თავარია ადამიანს კონდეს თანაბარ შესაძლებლობა ყველას პრეზიდენტის შვილს, არა პრეზიდენტის შვილს, სოფელში ცხოვრებს, ქალაქში ცხოვრებს, გარეუბანში ცხოვრებს, ყველას უნდა კონდეს თანაბარ შესაძლებლობა. ეცე ხან თქვენ ეკითხებოდი ჩემს მეუღლის რომ რა უნდა იყოს ბავშვების მომავალი ზოგადად ხო მე ვფიქრობ რომ ჩემი პასუხი ამაზე იქნებოდა რომ აი იქ უნდა იყოს ბავშვი მომავალი სადაც მისი გულია ხო რასაც უყვარს იმას გააკეთებს ხუთიანზე მათ ინტერესებს რაც შეეხება ახლა ცეღანას გითხარი რომ ედუჩა უფრო ალბათ მეცნიერება აინტერესებს სიახლეები ყოველთვის რაღაც გლობალური საკითხები. ნიკუშას რაც შეეხება, ამას ყოველთვის გმირობა უნდა. უნდა გამოჩნდეს როგორც როგორ თქვა, მაშველი. მახსოვს რა თქმა უნდა, რომ ერთი ქალი მშობიარობდა და ჩვენ გავიარეთ ეს სამშობიარო ბლოკი და გაუკვირდა, რომ რატო ყვირის მას გამიო და ვაიმე და მეთქი ნუ ახლა შენც ხო იხავით დედიკოს მუცელში და აი რომ დაიწყეთ კაკუნი რომ მე გასვლა მინდა ეს ცოტა მტკივნეულია და ამიტომ ხვირის რა მეთქვა შვენივრად მიიღო კარტონის ადრე თავის ტიჩი წესა მოძახი არის სადაც გარკვეულწილად უღლის შეუღლება ასე ვთქვათ დაოჯახება ქართულად ნიშნავს შეუღლებას ანდრეთ ძიმია თქვენთვის იმიტომ ძალიან დაკავებული ადამიანები მეგონა თემი უღელის ანდრეზია ასე უღელი ასე ეს ალბათ ყველასთვის რთულია რა თქმა უნდა დედის როლი მეუღლე დაკავებული მეუღლე მე თუმეტეს ბავშვებს მე არ განვასხვავებ ჩემ თავს სხვა ქალების, სხვა დედებისგან. ეს არის ყოველთვის ამოცანა, თავისი ups and downs, ხო? თავისი პლუსებით და მინუსებით, მაგრამ მე ასე თქვათ გრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. ყოველთვის უნდა იყვეთ ხიზლად და უნდა იცოდეთ, რომ იმ მომენტშიც ხართ პირველი ლედი და ეს არის როგორც გითხარი, ეს არის უღელი, მაგრამ ეს ასევე ჩემთვის დიდი პატივია, ეს ნდობა. რაც ადამიანები ჩემში აქვთ და როცა მადლობის წერილებს ვიღებ ან ამბობენ რომ აი სანთელი აგინთე და რაღაცა ეს ძალიან ბევრს მაძლევს უკან როგორი მამა ხარ ბატონო მიხეილ აი როგორ ვითხრეთ უბრალოდ როგორი პრეზიდენტი მართლა ძალიან ცოტა დრო რჩება მართლა ამის და მამი ფიქრობ კარგი თან ისე ბედნიერება რომ სანდრასთან დედა არსებობს იმიტომ რომ პრაქტიკულად ხშირ შემთხვევაში დედა სანდრა და მამაც ასე არის. მაგრამ მე ყველაზე მკაცრი ვარ ის, ნაკლებად მკაცრია ბავშვების მიმართ. მე ყველაზე მკაცრი არის ედუჩა. თავის ძმასთან, იმიტომ რომ მომთხოვნია, უნდა რომ ძალიან კარგად შეოდეს ხოლმე, არ იწუწუნოს. ხელი არ ახლოს უფროსი ძმის ნიფტებს. ერთხელ აიღო ზემოთ კარადაზე რო იყო ლეგოს დიდი სახლი. ახსოვს მე რო გათხდა. რაც მამის შემყურე პრეზიდენტი ხარ უნდა რომელიღეს. არა მაგრამ ეს მეფობა უნდა, სვანეთს მეფე ვარ ვიწევ. ალბათ სვანური კოშკები მოსწონს და იქავრეს. და სვანური ისაო. აბა როგორ არის სვანური? დილოჩიდობის. ხუთელედი. ხუთელედი. კიდე რა აქვს სვანური? ორდენაში. კიდე? ვინ ესწავლის სვანურს? თქვენ გავიგეთ. იგი აღარ მახსოვს. ვინ გასწავლით ნიკოში? ჩემი ბებია ქალი, მაგული მას ასწავლა. ეს თვითონ არის სვანეთიდან და
ჩვენ რო ვიყავით, ხო. ვეთეხიდან. ჩვენ რო ვიყავით საფხულში, დაინტერესდა სვანურიანი, დაინტერესდა კოშკებით, მუზეუმებით, დადიოდა, ხო, წერვალზე. თოვლამდე საფხულში და თქვა რომ მე სვანეთს ვეთვალ და საფხულში ედვარდო რო დავყავდა გინეს რეკორდი. ამას გაუხარდა, მაგრამ მეორე ხომ მეკრო გავუჩნდა კონკურენციის კაცს და შეიძლება დასდროს სიგელებს, ყველა ნერჩილებს. შუბოთა კრებაზე თვითონ უყარებ ხარ. მე არ ყოფილა სამწუხაროდ არის. კი, ჩვენ კი ვიყავით და გიულიც იყო ერთხელ. მაგრამ სკოლაში რომ მივალთ, ველაპარაკები ხოლმე დამრიგებელს რა შეება როგორ არის ხან რაღაცებს არასწორად აკეთებს ან ამბობს მაგრამ მე აქვს თავისი სათამაშო კლასი. რაღაცაში მიიღო შენიშნა. ო, ერთხელ თვითონ უნდა გაკვეთილის ჩატარება. თქვა რომ ახლა მე ვარ მასწავლებელი. გამოიცონათ. ან რაღაცა თემაზე გინდოდა გაკვეთილის ჩატარება. იქნებ რამე სერიოზული უნდა თქვა. რაზე? რაინდებზე? თქვენი საქმიანობასთან დაკავშირებით შვილების დამოკიდებულება როგორია, მხარდაჭერა როგორია, ოჯახის მხარდაჭერა როგორია? არა, ჩვენ არ ვიხდათ ამ სახში ალბათ არის პრაქტიკულად ეს სხვადასხვა თემებია ხარ, მაგრამ ტელევიზორში მიყურებ ხოლმე? და რა? და მე რა დასკო? მე გნახე ტელევიზორში ჯარისკაცებთან, გაზეთშიც გნახე. მე კაიში კარგია. ისინი მიჩვეულები არიან ამ სტატუსით. მოდი იქიდან დავიწყოთ. იმიტომ რომ ედუჩა რო დაიწყო ლაპარაკი, მამამისი უკვე პარლამენტარი იყო და ნიკუშა მით უმეტეს რო დაიბადა უკვე იყო პრეზიდენტი, ხო, მამამისი და ამიტომ მათთვის ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. მაგრამ მე ვშთილობ რომ ვაჩვენო რომ ისინი არიან ჩვეულებრივი ბავშვები და მე ვარ ჩვეულებრივი დედა. პოლიტიკა არასდროს ცხნარი არ არის. მეტომეტად საქართველოში ყოველთვის რაღაცა ხდება, ყოველთვის რაღაცა რისკია, რაღაცა განცდაა და რა თქმა უნდა ნერვიულობთ ხო ხანდახან მეუღლეზე, მამაზე, თვალს რა ხდება, როგორ ხდება, როცა მიდის ვიზიტზე, სადმე წარმატებულია ეს ვიზიტი, როგორ მიიღეს და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ამაზე არის არა მარტო ჩვენი ოჯახის ბედი, არამედ მთელი ქვეყნის ბედი, ხო, დაკავშირებული. როგორია ბატონი პრეზიდენტის ყოველი დილა, მე ვიცი თქვა, ძალიან ბევრი ღამე გიგითენებიათ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში და შეიძლება დილა უბრალოდ ოჯახში არ ქონიათ, მაგრამ მაინც ოჯახში დასული ვარ ხო და სუდავდივარ აქ. ამ რეგიონში. მაგრამ არაფერი ჩვეულები როგორც ყველა დილა არაფერი განსაკუთრებული სინამდვილეში. ეხლა მიდივარ დილას უნდა ვნახოთ ახალი მისაღები გააკეთეს აქვე განციხის და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ის ministrობის დროს ეს თემა რომ ოჯახის წევრებს გავაძლოთ ცხოვრება მნიშვნელოვანი იყო და კარგია რომ გავახერხეთ გააკეთეთ. ბაჭურის სანდრას მუშაობს ან ჯანმრთელობის დაცვაზე ციხეებში და ეხლა რაც მოვლენები კარგი შედეგები გწელს. ხო, ახლა ნაი ტუბერკულოზი ყველა მოწმდება. ვინც შემოდის ციხეებში და ასევე ერთი ადგილიდან მეორეში თუ გადახავთ, აუცილებლად ასევე შემოწდება, ეს არის დიდი წინსვლა. გარდა ამისა, თქვენ ბოლო 3 წელიწადია დაეუფლეთ მედდის პროფესიასაც. რამდენად არის დაცული ექიმებთან ეს სუბორდინაციის საკითხი მაინტერესებს. რთულია ექიმის დავალებები შეასრულოთ, მითითებები შეასრულოთ. არა, მე ყოველთვის ღია ვარ ყველანაირი კრიტიკის მიმართ, იმიტომ რომ მე დამწყები მედიკოსი ვარ, ასე თქვათ. და ნებისმიერი გინდა სხვა ექთნისაგან, გინდა ექიმისგან, გინდა საავადმყოფოს დირექტორისგან ვიღებ კრიტიკას, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამასთან. მაგრამ აი სუბორდინაციაზე რაღან არის საუბარი, მე მინდა მოვახციო, რომ ექთანი არ იყოს სუბორდინაციაში. თქვენ ძალიან სერიოზული საქმიანობით ხართ, კიდევ დაკავებული ეს არის ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს პრევენცია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ორსულ ქალთა და მრავალშვილიან დედათა ოჯახების დახმარება, მათი მხარდაჭერა და სამშობიარო სახლში ხართ ასევე დაკავებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულწილად თქვენ უფრო აი სოლიდარული ხართ რაღაც ქალების მიმართ, ქალების პრობლემატიკის მიმართ. საიდან წამოვიდა ეს? ქალი მაინც ოჯახის ხერხემალია, ხო? მე ასე ვფიქრობ და გაჭიროების დროს მით უმეტეს აი 90-იან წლებში, როცა ბევრი დარჩა უმუშევარი, როცა სისტემა დაინგრა, ქარხნები დაიხურა, ასე შემდეგ ინსტიტუტები
მაშინ ზუსტად აი ქალის ფუნქცია ძალიან გაიზარდა და ქართველ ქალს შეუძლია ამ თვირთის გაზიდვა და ძლიერია ის ქალბატონი შეიძლება არაჩვენოს ეს წინა პლანზე რომ მე ვწყვეტავ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ ოჯახში ან მე ყველაზე მეტად მაინც ბიუჯეტს და ბავშვებს მივხედავ ხო ოჯახში შეიძლება არ ჩანდეს მაგრამ სინამდვილეში ასეა როგორი თქვენი დამოკიდებულება მეუღლის საქმიანობის მიმართ ის არის ქველმოქმედი არის მუსიკით გატაცებული გადმშეკ თავი ხო ის არის ხო ეს ხოპოზე არ არის ხა ას აკეთებდა ამას ყოველთვის ადრეც იმიტომ რომ 90-იან წლებში ამერიკიდან რო დავბრუნდი და თუ ვიცხოვრობ ისე მაშინ თუ პარლამენტარის ხელფასი ძალიან ცოტა იყო პრინციპში ძირითად შემოსავლის წყარო მაშინაც ოჯახისთვის იყო სანდრას ხელფასი საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციაში $500 თვეში და ეს იყო ამის ნაწილსაც კი ცოტას მაგრამ ნაწილს ხარჯავდა რაღაცას მაშინაც საქველმოქმედო საქმიანობას ყოველთვის აკეთებს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პირველი ლედი აკეთებს ქველმოქმედებას მაგრამ მე დავიწყე მანამ სანამ მისიაც გავიცანი იმიტომ რომ მინდოდა საერთოდ ციტელ ჯვართან ერთად აფრიკაში წასვლა და იქ ჰუმანიტარული მისია შემესრულებინა. ნუ ეს არ მოხდა, სომალის მაგივრად მოხდი საქართველოში. ყველაზე კარგად გამოდის ხოლმე როცა ადამიანს თვითონ აქვს მონდომება და უნარი რომ გამოვიდეს თავისი მდგომარეობიდან და შენ ცოტათი დაეხმარებით. მაგრამ ასევე არის ასეთი უიმედური სიტუაციები, როცა არა ცხალი, არა გაზი, არა მიწა, არა შრომის უნარობა, არა იმედი, რაღაცა ქრონიკული დაავადება და ასეთ შემთხვევები ყველაზე ძნელია. და იქ გინდა ფული მისცე, გინდა სადაზღვო პოლისი, იქ სხვა რამე უნდა ჩაერთოს. ხო მიხდით, იქ სოცმუშაკია საჭირო რომ მივიდეს, ან ეგ თანი ყოველდღე მოაკითხოს. აი იქ უკვე სისტემური ცვლილებებია საჭირო და ამაზეც ვცდილობ რომ ვიმუშაო პარალელურად. ძალიან ბევრი გაჭირვებული ალბათ თავისი პრობლემებით გაკითხავთ, მხარდაჭერას ითხოვთ. როგორი ადამიანური მხარე, ემოციური თვალსაზრისით და თუ უზიარებთ ზოგადად ოჯახის წევრებს აი ამ ემოციას? კი, როგორ არა, მიშამაც იცის ამ ისტორიების შესახებ, ხვები ხოლმე. საკმაოდ ძიმეა, უნდა გითხრათ. მე მაქვს ხოლმე დიდი რაოდენობა წერილები, ხან 100, ხან 200, რომელიც ჯერ არც ამიკითხავს. ჩემი ასისტენტები მეხმარებიან აი გადახარისხებაში ის 24 საათი რაც არის დღეში, რომ მაქსიმალურად ვთილობ, რომ არა მარტო ჩემი ოჯახი და ჩემი საქმიანობა პირდაპირ საქმიანობა მივხედო, არამედ ვთილობ, რომ აი იმ ადამიანების მდგომარეობა შევამსუბუქო. ეს რას ნიშნავს ჯანმრთელი ცხოვრების წესი და რამდენად აუცილებელია ეს ბავშვობიდან მასწავლეს ეს ძალიან ესეთ დაშინებით ეს აკვიმაშია რომ რაღაცა რამდენიმე წელი მქონდა რომ სიცხე მქონდა სულ ყოფილი რაღაც და ეს პერიოდი სულ შეფუთული ყავდი და მე თეატრში წამიყვანა კალაპუცე და ისევ სიცხეში შემოგდო მოიტანს და ზუსტად ეს სამ დღეში მოვიჭი. სვამთ არ ვიცებით. აქტიური ცხოვრება გვაქვს. რა ვიცი, ჯანსაღი კვება, ბოსტნეული ხილი დამნიშნულოვანია. ბავშვებშიც მინდა რომ თავიდანვე შევყვარდეს სპორტი. აი ნიკუშა დაიწყო ხა ფეხბურთზე სიარული, ედუჩა უფრო ჩოგბურთელია. მაგრამ ველოსიპედი ხოლა იცის, ყინულზე სრიალი ხოლა მიცის. რა ვიცი, შენობაც უყვართ, ლაშქრობა თებში. მე მგონია ძალიან კარგი საფუძველია ისე. სამჯერ კვირაში მაინც რომ უნდა ივარჯიშოს. ნუ ხანდახან ველოსიპედი, თუნდაც ოთახში, ხო? ფიტნეს ცენტრში, ხანდახან ცურვა, ზაფხულში უფრო ჩოგბურთი, ზამთარში თხილამურებით და ეს, ნუ მე ტონუსში ხართ და უფრო მეტი ენერგია გაქვთ, უფრო მეტი შეგიძლია, თუმცა სამწუხაროდ და ვიცი 7 საათი მაინც უნდა დავიძინო. აი რომ ციხოს უფრო აი არის ადამიანები ვინც ზინავს 3-4 საათი და ეხოვა, ხო?
მაგალითად კობასობელიანი. აი მე ამას ვუხურებ, რა ვიცი, ასეთი შურით რომ ნეტა მე მეყოს 4 საათი, ამდენ მეც საქმეს გავაკეთებდი, ხო? რა ვიცი, ასე ვარ, რომ მე 7 საათი მჭირდება მინიმუმ. მე მაქვს საკითხული თქვენი დღიურები, საკმაოდ დატვირთულია ინფორმაციული თვალსაზრისით, თქვენი ცხოვრებაც დატვირთულია, შესაბამისად და აქტიურია ამ დღიურებში. თუ გრჩებათ თავისუფალი დრო, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თავისთვის იყენებთ, ასე ვთქვათ, და როგორია ეს თავისუფალი დრო? როცა ვარ ჰოლანდიაში, დაცვის გარეშე, ხო, როცა ვისვენებ ჩემს შეულებთან ზაფხულში და როცა მიშვებენ დილას მაღაზიაში რომ პური მოვიტანო, ხა მაშინ გზნობ თავს ძალიან თავისუფლად და დავждები ჩემს ველოსიპედზე, წავალ და ხანდახან წავალ კიდე უფრო შორს და აი მიხარია რიგში დგომა მაგალითად, რომ რიგში ვდგები იმ მაღაზიაში, საიდანაც უნდა პური და რა ვიცი, ბულკები მოვიტანო. ამას იგერები ვარ. ვიშტე გაჩვენე. ნიკოლოზ სააკაშვილი. კარგი ქცევისთვის. ნიკოლოზ სააკაშვილს. აკადემიური წარმატებებისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის. ეს დახნახება. ორნაირი ერთნაირად წერტიო. ხოდა. უცხო. აბა ყოფაქცევის შენი შორო მოხდეს, მაინც მოხდეს სიგელი? მოხდეს. დავსვენებ და რა. რომელ გვერდზე? ნახე. 209. ბევრი დამიკითხია. ეს რა? ჩემი აიპედია. ეს აი ძალიან ჭკვიანი. რატო? იმიტომ იქ რაღაც ასკრეფია, მაგალითად დაწერ გიპასუხებს. ან გიხმარება. უბრალოდ და გიპასუხებს. ან რო დაუწერო 100 მივუმატო და გიპასუხებს. 100 მივუმატო 100 შეცდომა რატო არის? 2-0-0. ძირითადად რითი ხარ დაკავებული თავისუფალ დროს? ახან სხვა. მაინც? მაინც ყველაზე ძალიან ვარ დაკავებული მოიცა. განმოდით. ამითი. პოლიციის მანქანა. ხომ, კარგი ნათამაშებია ჩანს. თითქმის აღარ აქვს ფანჯრები. და კიდე ორი რაინდი. ლარსნი. შენი ყველაზე საყვარელი გმირი რომელია? ჩემი ყველაზე საყვარელი გმირია. აქ ნამდვილად ჩემს ყველა გმირი. აი აქა ნინძა. მეომრები და გმირები. გმირები. აქ ქართულად არის. ეს რომაელი გმირებია, ალექსანდრე დიდი და მაკედონელები. საომარი იარაღი. აი აქ ნინძა საომარი იარაღები. ეს იყო პატარა ხანჯალს იქნებოდა ყველაზე ჩქარა. ამას იცვლიდნენ. ეს იყო მისი იარაღი. ეს ასე ადამიანს შემოახლოვდნენ და დაატრიალებდნენ. ამ ხანმოკლე მოგზაურობით და ან მოკლე მოგზაურობით. ქართულად თუ გრძნობთ თავს, დიდი ხანია ცხოვრობთ. მე ვიცი რომ ჰოლანდიურად ესაუბრებით ბავშვებს. ანუ ეს მეორე მშობლიური ენაა და არ უნდა დაკარგონ ასევე დიდი. რა თქმა უნდა, ბავშვებს დედა ენაზე ველაპარაკები ეს ბუნებრივია ერთმანეთშიც. ნუ ხან როგორ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა სხვა საზოგადოებრივ სხვა წევრთან ლაპარაკობენ ქართულად სკოლაშიც, მამიკოს, ბებიას, ყველას. უბრალოდ მე მგონი კარგია ეს ორი კულტურა რო აქვს.
რა თქმა უნდა მეგრძნობ თავს ქართველს ასევე ზოგადად ევროპელს ასე ჰოლანდიელიც ვარ რასაქვირველია დაბადებიდან მაგრამ ერთი არ გამორიცხავს მეორეს ჩემთვის ეს არის ეს ევროპული მოქალაქეობა რასაც გრძნობ და რითიც ვამახობ იმიტომ რომ ევროპა ჩემთვის ყველაზე კარგი კონტინენტია ძალიან დიდი მადლობა და თქვენთან ძალიან საინტერესო იყო საუბარი კარგად გრძანდებოდეთ ყველაზე მოკრძალებული სახლი უბანში პრეზიდენტს ეკუთვნის. აქ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივ ნებისმიერ სხვა ოჯახში. სახლიდან სკოლაში ადრიანად ედუარდი გადის. შემდეგ პირველ ლედის სასწავლებელში პატარა ნიკოლოზი მიყავს. აცმევს, ესაუბრება, კიდევ ერთხელ ახლა უკვე გზაში იბარებს გაკვეთილებს და ასე მეორდება ყოველდღიურად. გზა შვილის სკოლისკენ და შემდეგ საკუთარი სხვა მოვალეობების შესასრულებლად.